მოდით ნახოთ მეგობრებო, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოვწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი არკანი აქ ამოვიდა მეგობრებო, არკანი განდეგილი. ეს გახლავთ უფროსი არკანი და მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ თქვენ გინდათ არ გინდათ, უფრო მეტად ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, საკუთარ გონებას, საკუთარ ფსიქიკას, ფსიქოტიპებს. აქ ჩანს საკუთარი თავის სიღრმისეული შესწავლა, თითქოს საკუთარ თავს ცოტა სხვანაირი კუთხით დაინახავთ, იმიტომ რომ აქ იქნება გარკვეული მოვლენების გახსენება, მაგალითად თქვენი წარსულიდან, გარკვეული ტრავმებით შეიძლება ამოტივტივდეს და თითქოს აქ მოდის იცით როგორი მომენტი, როდესაც თქვენ შეისწავლით საკუთარ თავს, როდესაც თქვენ მას უღრმავდებით და როდესაც გამოგდასკვნა, რომ აი, აჰა, ესე იგი ეს ამიტომ და ამიტომ მოხდა, ესე იგი ისა და ეს ამიტომ და ამიტომ მოხდა, კარგი გავითვალისწინებ. აქ არ მოდის უბრალოდ საკუთარი თავის მიმართ რაღაც შესოდება, ხო? არა მეგობრებო, აქ მოდის პირიქით შესწავლა და საკუთარი თავის მიმართ გვერდში დგომა თქვენ წარმოიდგინეთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. თასების რაინდი. აქ მოდის რაღაც ახალი ინტერესი, სავსებით შესაძლებელია ახალი ინტერესის ობიექტი გაგიჩნდეთ ადამიანის სახით, ან ზოგადად რაღაც ახალ სფეროში შეხვიდეთ, მაგალითად რაღაც ახალმა სფერომ დაგაინტერესოთ. გარდა ამისა, აქ აშკარად იგრძნობა ისიც, რომ კონკრეტული ადამიანისგან ან ადამიანებისგან იგრძნობთ აუცილებლად ყურადღებას, თბილ ყურადღებას, გარკვეულ აღიარებას, კიდევ რა გელოდებათ. თასების 7-იანი. იცით, რაღაც მომენტებში შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ სამყარო არის ზედმეტად გაბოროტებული, ზედმეტად არ ვიცი დაბოღმილი, არც კი ვიცი როგორ აგიხსნათ მეგობრებო, მაგრამ აი გრძნობ, რომ აქ ბევრი თქვენგანისთვის რაღაც მომენტებში იქნება აი ეს ორი უკიდურესობის შეგრძნება. ხან სამყარო არის რაღაც ძალიან საშინელი ადგილი, ხან პირიქით სამყარო არის ყველაზე მშვენიერი. ნებისმიერ შემთხვევაში მეგობრებო, ისწავლეთ ბალანსი. აქ მოდის საკუთარი თავის შესწავლა, რაც უკვე კარგი არის, კიდევ რა მოდის კოშკი. ფუნდამენტალურად ჩამოიშლება თქვენი გარკვეული ძველი პროგრამები, ის რაც აქამდე ხელს გიშლიდათ და თქვენ შეძლებთ ამაზე გამარჯვებას. თქვენ შეძლებთ გამარჯვებას იმაზე, რაც თქვენ აქამდე ძალიან გაწუხებდა, ძალიან გდრგუნავდათ და თქვენ ამას ვერ ხვდებოდით. მაგრამ იცით, კოშკი ხანდახან ინგრევა ძალიან მტკივნეულად. ეს არ ნიშნავს იმას ავტომატურად, რომ თქვენ გული გეტკინებათ და არ ვიცი რაღაც საშინელებები მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო, რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში უბრალოდ რაღაც მომენტებში გარკვეული ნეგატიური ძველი პროგრამები, რომლებიც უკვე აღარ არის თქვენთვის საჭირო, ჩამოიშლება. ასევე აქ მოდის გარკვეული სიახლეები ფინანსების კუთხით. ეს შეიძლება იყოს საჩუქარი, შეიძლება იყოს მოულოდნელი კლიენტურა, აუდიტორია, ვიღაცისთვის კი აქ იქნება მოულოდნელი გვერდში დგომა. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მკვეთრად აქ ხედავ გვერდში დგომას. კიდევ ერთი არკანი ვნახოთ. არკანი ვარსკვლავი მეგობრებო. არკანი ვარსკვლავი. შეხედეთ ვარსკვლავი მეთქი არკანი ზომიერება. ნახეთ, აქ თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე თქვენ გითხარით, საკუთარი თავის შესწავლა, ძველი პროგრამების ფუნდამენტალური ჩამოშლა, რაც ხშირ შემთხვევაში მტკივნეული არის, თქვენ ამ ყველაფერს გაუმკლავდებით ჰარმონიულად. აუცილებლად გაუმკლავდებით ჰარმონიულად და მეცაც ვიტყვი, აქ რაღაც გარკვეულ გვერდში დგომას იგრძნობთ სამყაროსგან ან კონკრეტული ადამიანისგან სამყარო გამოგიგზავნით კონკრეტულ ადამიანს გვერდში დგომისთვის. სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით ნახვამდის.